გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობის ფასადის შესაკეთებლად 2026 წლის ბიუჯეტში 250.000 ლარი გაითვალისწინეს. საკრებულოს თავმჯდომარის მარლენ ნადირაძის განმარტებით, რადგან შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სააგენტოსთან შეთანხმებით მოხდება სამუშაოების შესრულება. სრული რეაბილიტაციისთვის კი დიდი თანხებია საჭირო, რაც ადგილობრივ ბიუჯეტში ვერ მოხდება. გორში საკრებულოს შენობის ფასადის ნაწილი რამდენიმე თვის წინ ჩამოიშალა. თავდაპირველად ვიდეო მოქალაქეებმა გაავრცელეს, რომლებიც წერდნენ, რომ შენობიდან ჩამოვარდნილ ქვებს შემთხვევით გადაურჩნენ. საკრებულოს ადმინისტრაციული შენობა აშენებულია 1952 წელს. 2008 წლის 3 აპრილს მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. შენობის რეაბილიტაციას არ ეხება, აქ რეაბილიტაციას უნდა ვარქმევთ, აქ არის ავარიული მდგომარეობა, ფასადის მდგომარეობა იცით თქვენ, რომ იყო რაღაც ნაწილი შენობის გარე ფასადის მოპირკეთების ნაწილი ჩამოვარდა. შენობის სრული რეაბილიტაცია ძალიან დიდი პროექტი არის, ეს ამის ხარჯაღრიცხვა საბოლოო დადგენილიც არ არის, ეს ამ ეტაპზე არ განიხილება. იმიტომ ისეთ თანხებს ეხება, რომ ადგილობრივი ბიუჯეტით ამას ვერ შევეჭიდებით ამ ეტაპზე. მაგრამ აქ ლაპარაკია იმ საავარიო სიტუაციების აღმოფხვრაზე, რომ უსაფრთხო იყოს შენობასთან გავლა, შენობაში შესვლა, წინა ფასადს ეხება, უკანა ეზოს მდებარე კედელს ეხება. ამ კუთხითაც გარკვეული თანხა მობილიზდა ბიუჯეტში და რა თქმა უნდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან შეთანხმებით მოხდება დაკონსერვება ამ პრობლემის, სანამ მერე საბოლოოდ არ გადაწყდება ამ შენობის რეაბილიტაციის 250.000.